დღეს 8 ივლისია, 2 წლის წინ, 2023 წლის 8 ივლისს პროდასალული ფლანგი გეგმავდა ლისის ტბის ტერიტორიაზე განეხორციელებინა სატანისტური ორგიები და გეი ეგრეთ წოდებული სიბინძურეები. აღმართული ჰქონდათ დაახლოებით სამსართულიანი შენობის ზომის რაღაც საზღარის შესახედავის კერპი. ისინი ამას ცდილობდნენ ახლანდელი ხელისუფლების ხარდაჭერითა და იმედით. ხელისუფლებამაც არ დააყოვნა 2 წლის წინ გამოიყვანა თავისი ეგრეთ წოდებული შეერაღებული ძალები, პოლიცია, სპეცრაზმი, რათა ქრისტეს ერთგულ და სამშობლოს მოყვარულ ქართველებს ხელი არ შეეშალათ ანტიქრისტიანული ღონისძიებისთვის და ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებისთვის. თუმცა კონსერვატორების ხელმძღვანელობით მისი უდიდებულესობა ქართველი ერი დედა ეკლესიის ერთგულებით სავსენი და საქართველოს სიყვარულით გულანთებულნი გავემართეთ ლისის ტბისკენ და აღკვეთეთ ეს სიბინძურის ორგია, რასაც კიდევ ვიმეორებ პროდასალული ფლანგი, ეგრეთ წოდებული ოპოზიციურები ქართული ოცნების მხარდაჭერითა და დაცვით ცდილობდნენ განეხორციელებინათ. ამის შემდგომ ისინი იძულებული გახდა იქიდან წასულიყვნენ, ხოლო ხელისუფლება იძულებული გახდა მიიღო კანონი ლიკბუტო პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბრძოლა გრძელდება, რადგან ახლანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული ჩვენი ქართული მიწა მიყიდა ჩვენს ისტორიულ მტრებს, პროცესია მიყიდვის აზიელებს, არაბებს, პაკისტანელებს და ასე შემდგომ და პრაქტიკულად საქართველოს ელოდება წინ გარდაუვალი სიკვდილი. ამიტომ ყველა ქართველი, ვისთვისაც საქართველოს სამშობლოა, ხოლო ეკლესია კი დედა, ერთ ძალად უნდა შევიკრათ, რათა ამ მოღალატეობრივი ძალების დანაშაულებრივი ქმედება ბოლომდე არ იქნას მიყვანილი. გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა, საქართველოსთვის და სიწმინდისთვის ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა მივა გარდაუვალ გამარჯვებამდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს 8 ივლისს სატანისტური კერპის დაცემის დღეს. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.